დიდ შაბათს წმინდა ეკლესია იხსენიებს უფლის დაფლას, სულით 3 დღით ჯოჯოხეთში მისყოფნას, იქ სიკვდილის ძლევას, გადარჩენის მომლოდინე მართალთა სულების გამოხსნას, ავაზაკის სამოთხეში დამკვიდრებას. ამასთან უკვე აშკარად გამობრწყინდება უფლის მოახლოებული აღდგომის სიხარულის ნათელი. ამ დღეს ღვთისმსახურება ალიონზე იწყება. ზოგიერთ ეკლესიასა და მონასტრების უმრავლესობაში ის აღესრულება დილის 4 საათზეც კი. თუმცა ერის ტაძრებში მსახურება შეიძლება შედარებით გვიან, 5-6 საათზე დაიწყოს. ცისკარს მოებმის პირველი ჟამნი, ასევე მესამე, მეექვსე, მეცხრე და სადილის ჟამნები. ბოლოს კი აღესრულება წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია, წუხრთან შეერთებული. ცისკარზე 6 ფსალმუნების შემდეგ ღმერთი უფალზე ითქმის 3 ტროპარი, მათ შორის პირველი შვენიერ იოსებ, დიდი პარასკევის მწუხრზეც იგალობებოდა. მომდევნო 2 ტროპარი კი უკვე აღდგომის სიხარულითაა აღსავსე. იწყება ფსალმუნის მე-17 კანონის გალობა, რომელსაც ჩაერთვის ახალი აღთქმის ტროპარები. აღდგომის მოლოდინი თანდათანობით მსჭვალავს ღვთისმსახურებას და მე-17 კანონის დასასრულს ითქმის აღდგომის საგალობელი, გუნდნი ანგელოსთან. წაიკითხვის 9 საცისკრო გალობა, რომლის ბოლოს ნაცვლად უპატიოსნესისა იგალობება მე-9 გალობის წლისპირი. ნუმტირმე დედაო. რომელი მუზმალმირეთვინი ერთესლისა რამე თუ ავსგე დავიდი დომეხტაებ დამაღალყნე დიდების სარწმუნო და სურვილი და უცხრომელად შენი მგალობელნი. მას შემდეგ, რაც დასრულდება ყოველი სული აქებდით უფალსა, იწყება დიდება მაღალიანის გალობა. წმინდა აღმერთოს დასრულებისთანავე გარდამოხსნას გამოაბრძანებენ ეკლესიის აღმოსავლეთ კარიდან და ტაძრის გარშემო სამგვისილიდან იით შემოატარებენ. ამ დროს იგალობება მიცვალებულთა წმინდა აღმერთო. ლიტანიის შემდეგ გარდამოხსნას კვლავ ტაძარში შეაბრძანებენ და მიაბრძანებენ აღსავლის კართან. ნიშნად იმისა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მაშინაც კი, როდესაც ხორცით საფლავში იმყოფებოდა, სულით მამის გვერდით ზეცის საყდარზე იყო დაბრძანებული. ყოველივე ამას მოსდევს საწინასწარმეტყველო, სამოციქულო და სახარების საკითხავები.
60 ქოლოს კითხვის დროს მუქი ფერის კრეცაბმელი, ტრაპეზისა და სამკვეთლოს შესამოსლები სადღესასწაულო ფერით შეიცვლება. იცვლება ასევე ღვთისმსახურთა და ეკლესიის მსახურთა შესამოსლები. საცისკრო სახარება კიდევ ერთხელ და უკვე ბოლო ჯერზე მოგვითხრობს პილატესაგან უფლის ცხედრის გამოთხოვას და მის დაკრძალვას. გარდა ამისა, მწუხრის დაწყებამდე იკითხება ჟამნები. მწუხრის საკითხავები კიდევ უფრო ახლოს დგას აღდგომის ბრწყინვალე დღესთან. ჯოჯოხეთი უკვე მწარედ გოდებს. უმჯობეს იყო ჩემდა, თუმცა შობილი მარიამისი არა შემეწყნარა მე, რამე თუ მოვიდა ჩემზე და შემუსრა სიმტკიცის ძალი ჩემი და შეფქნა ბჭენი რვალისანი და სულნი რომელნი მაქუნდეს მე, ღმრთეებით აღადგინე. წმინდა ეკლესია, როგორც ეს საგალობელიც ადასტურებს, მიიჩნევს, რომ ხორცით საფლავად მდებარე მაცხოვარი ამ დროს სულით ჯოჯოხეთში იმყოფება და ათავისუფლებს მასში შეპყრობილებს. როდესაც ჯოჯოხეთი გოდებს, იმ დროს ეკლესია გალობს, დიდება მხსნელო, შენსა ნეფსით დაფლვასა და აღდგომასა. ამ ტროპარების შემდეგ იწყება საწინასწარმეტყველოების კითხვა. უნდა ითქვას, რომ დიდი შაბათის მსახურება იმითაცაა გამორჩეული, რომ მწუხრზე 15 საწინასწარმეტყველო იკითხება. პირველი მათ შორის არის მოსეს ხუთწიგნეულის პირველი წიგნის შესაქმის პირველივე მუხლები. დასაბამად ქნა ღმერთმა ცადა ქვეყანა, ხოლო ქვეყანა იყო უხილავდა, განუმზადებელდა, ბნელი ზედა უბსკულთა და სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალთა. დარქუა ღმერთმა იქმენი ნათელი და იქმნა ნათელი, და იხილა ღმერთმა ნათელი, რამე თუ კეთილდა. განსწვალა ღმერთმა შორის ნათლისა და შორის ბნელისა და უწოდა ღმერთმა ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. იკითხება ასევე გამოსვლათას, მესამე მეფეთა და ისუნავის წიგნის თავები, ესაიას, იონას, სოფონიას, დანიელისა და იერემიას წინასწარმეტყველებები. ბოლო საწინასწარმეტყველოში 3 ყრმის ცეცხლისაგან განრიდებაა მოთხრობილი, როგორც მაცხოვრის ჯოჯოხეთში ჩასვლის წინასახი. განსაკუთრებით საგულისხმოა ტროპარი, რომელიც დიდ შაბათს რომელი ქერუბინთას ნაცვლად იგალობება. სდუმენ ყოველნი ხორცნი კაცობრივნი და სდეგით შიშით და კრძალულებით და ნურარას მსოფლიოსა შფოთსა იგონებ. რამე თუ აჰა ესერა შემოვალს მეუფეთა და უფალი უფლებათა, დაკლად საჭმლად და მიცემად მორწმუნეთა და მათ წინ უძღვინ გუნდნი ანგელოსთანი, მრავალთვალნი ქერაბინნი, 6 ფრთენი სერაფიმნი, პირთათვისთა დამფარველნი და ჯრწოლით მღაღადებელნი გალობასა ანგელოსთასა. ალილუია, ალილუია, ალილუია. ყურადსაღებია ასევე დიდი შაბათის განიცადე, რომელიც ჩვეულებისამებრ წმინდა დავით წინასწარმეტყველის ფსალმონის სიტყვებს წარმოადგენს. განიღვიძა ვითარცა მძინარემან უფალმან, რაც თავისთავად უფლის წმინდა დიდებულ და ბრწყინვალე აღდგომას მოასწავებს. ლიტურგიაზე იკითხება წმინდა მათემახარებლის 28-ვე თავი, სადაც პირველად ვნებისკვირის განმავლობაში გვესმის უფლის დიდებული ამაღლების შესახებ. ხოლო 11-ნი იგი მოწაფენი წავიდეს გალილეასამ, თასამა სადაცა უბძანა მათ იესო, იხილეს და თაყვანისცეს იგი და თაყვანისცეს, ხოლო რომელი შეურგულდეს მოუხდა მათ იესო და ეტყოდა და რქვა, მომეცამე ყოველი ხელმწიფება ცათა შინა და ქვეყანასაზე და წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. დაასწავებდით მათ დამარხვათ ყოველნი, რაოდენი გამცენ თქვენ და აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ, ყოველთა დღე თავიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ამინ. ამგვარად სრულდება ვნებისკვირა, რომელიც მაცხოვრის ტანჯვისა და ვნების გარდა აღსავსე იყო მოახლოებული აღდგომის სიხარულით. სულ მალე სიხარულით აღსავსე ეკლესია გაბრწყინდება გალობით. აღსდეგენ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ილტოდნენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა, ვითარცა მოაკლდეს კვამსა მოაკლდეს და ვითარცა ცვილი რაი დაასნეს წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყდნენ ცოდვილი პირისაგან ღვთისა და მართავნი იხარებდნენ. ამინ.